ალეკო შადამბერიძე, ხალხის პარტია, თემურ ბაისურაძე, ფორუმი, ეს ადამიანები არიან, ვინც ესე თქვა სრულუფლებიანი მანდატი გააჩნიათ, ვისაც სრულუფლებიანი მანდატი გააჩნიათ, ესე თქვა განხილვების დროს მონაწილეობას და გითხარით თქვენი პოზიცია ორივეს გითხოვთ ეთერს, ვისაც გინდა დაიწყეთ პირველმა. ბატონო თემურ. არა, მადლობა. მოწვევისათვის მართლაც პოლიტიკური განცხადება გაკეთდა დღეს მოაწერეთ ხელები არის მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით და თქვენთან სტუდიაშიც ხშირად გითხოვთ ამის შესახებ და დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც განცხადება უნდა გაკეთებულიყო იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, იმიტომ რომ ადამიანებს აინტერესებს ეს პროცესი, ადამიანები დაინტერესებულები არიან და მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ წავიდა დროის გაყვანის ტაქტიკაზე, გადადო ეს საკითხი და აბრალა რა თქმა უნდა მთავრობის მოწევას, მაგრამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ ფორმატი ამ მაგიდისა გულისხმობს იმას, რომ იქ არიან წარმომადგენლები, ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ყავს, სამი წარმომადგენელი ყავს, ორი ყავს დანარჩენებს, ამიტომ საშუალება ყველაფრის საშუალება იყო იმისა, რომ აი ეს უმწვავესი პროცესი, რომელიც ეხება არჩევნებს, რომელიც ეხება იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას და რომელიც ესეთი ბეჭვის ხიდი არის ჩვენი გასავლელი, არ მოვიდა კიდევ ერთხელ გადაიდო ეს საკითხი და ამიტომ ჩვენ ის პროცესი, რასაც ქვია, რომ მოსახლეობისთვის გაგვეგებინებინა თუ როგორ მიდის, სწორედ ეს განცხადება გაკეთდა, რვიანის განცხადება, სადაც არის ჩამოწერილი ყველა ის მომენტი, თუ როგორ მიმდინარეობს, როგორ არის და თუ რა ხიფათი ელის თვითონ ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას სწორედ აი ამ პროცესის ესე გაჭიანურების შემთხვევაში. და მინდა გითხრათ, რომ აი ეს მთავარი მომენტი, რომელიც არის ჩადებული ამ დოკუმენტში არის ის, რომ ჩვენ მართალია მოლაპარაკებებს არ წვიტავთ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ადეკვატური დამოკიდებულება იყოს ხელისუფლების მხრიდან ამ სერიოზული პროცესისადმი, რასაც ქვია თავისუფალი არჩევნები, რასაც ქვია სამართლიანი არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. აქ მე პირდაპირ გეტყვით თქვენ მრავალჯერ ბრძანეთ და მე მინდა რომ მივესალმო რომ აი ეს დამოკიდებულება კრიტიკული მოსახლეობის მხრიდან თქვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კრიტიკით მიიღწევა, თქვა ჯანსაღი პროცესი კრიტიკით მიიღწევა ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში შეიძლება ნორმალურად განვითარდეს, სხვათა შორის თქვენ ერთხელ წამოაყენეთ წინააღმდება და მე მივესალმებ იმას, რომ თვითონ ოპოზიციას შორისაც თქვა გაიმართოს არა მარტო ხელისუფლებასთან, არამედ თვითონაც ჯანმრთელი კრიტიკა და არ იყოს თქვა ერთმანეთის ნაზვაგინება, გზების დაწუნება და რაღაც. აქ თქვენ მაგ იმას გვთავაზობთ და აი ესეთი პროცესის მიმდინარეობა დროს ზუსტად ის არის, რომ აი ეს განცხადება გაკეთდა დღეს და ჩვენ მოსახლეობა მიცის, რომ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება ქაოსის მორევში კი არ გადაეშვას, არამედ სწორი პროცესის, დემოკრატიული პროცესის არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. მადლობა ირაკლი, ირაკლი კარგად იყოს და ალეკო თემური ფორუმი ასაბობს და ფორუმის ხედვა როგორი არის, მე მახსოვს თქვენ იყავით ინიციატორები მასობრივი ხელმოწერებისა, ჯამში მე მგონი სულ 170,000 173,000 ხელმოწერა შეგროვდა. უპრეცედენტო მაგალითი იყო საზოგადოებრივი აქტივობისა აი ამ თქვენს ხელმოწერებთან და აპარტია, როდესაც ოფიციალურად მიმართავს ხელისუფლებას, რომ ვართ განწყობილი, რომ ძირეულად განვიხილოთ ეს საარჩევნო ცვლილებების მე თქვა კიდევ ფუნდამენტალური ცვლილებები და რაღაცა დოზით ხელისუფლებასთან ახმა იყო მახსოვს, რომ ჩვენ საარჩევნო გარემოს ცვლილებების მოსურნენი ვართ. აქ მოხდა რომ პლეფია ყველაფერი. დაუმატეთ გონი 10 თუ 8 მანდატის, ყოველ შემთხვევაში ას იდიოტური მოისიყო რა განცხადება. 8 მანდატი მაჟორიტარული დაუმატეს. პირიქით მაჟორიტარული არის გასაუქმებელი და ვითხოვთ მთლიანი სპექტრი, არა მარტო რბიანის ფორმატი, არამედ ლეიბორისტები ამბობენ, სხვა პარტიები, ქართული პარტია ყველა ითხოვს. აი, მივიღეთ ეს რაც მივიღეთ. დღეს საერთოდ რაც მოვიდნენ თქვენთან შეხვედრაზე. რას ფიქრობთ ფორუმი? ფორუმის აზრი ამ შემთხვევაში მევესალმებთ რაც მაყურებლებს. ფორუმის აზრი ისეთივეა, როგორც დააფიქსირა მთლიანობაში გვიანმა. მართალია რომ ჩვენ სერიოზულად ვიშრომეთ ზაფხულში და ის ხელმოწერები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხაზი მინდა გაუსვა, რომ ის გაგანია ზაფხულში, მაშინ საერთოდ დაცლილი იყო თბილისი. აი მაგ დროს მოგროვდა. ესე იგი ეს აქცია რომ ჩატარებული იყო სხვა პერიოდში ეს ციფრი შეიძლება ორიგინალურად საბჯერ მეტი ყოფილიყო. სულ რაღაც პატარა ხანმოკლე დროში ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოების ინტერესი
ამის მიმართ ძალიან დიდია. მოდით უბრალო პატარა განდეტალებას გავაკეთებ. რაზეა საუბარი? საუბარი იმაზე, რომ ამდენი ხანია საქართველოს თავს იწონებს, რომ ის არის საერთო სამართლის სუბიექტი, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ამაზე, რომ ქვეყანა შენდება. დღემდე ბატონო მე მინდა მიმართ საზოგადოებას, რომ დღემდე ჩვენ ვერ დავითვალეთ, რამდენი ჩვენ ვითხოვთ რას? პირველი, მოდი ვიდრე ვისაუბრებთ რამე სერიოზულ და სხვაზე, ვისაუბროთ რამდენი ამორჩეველია. ხელისუფლება ამბობს, რომ მოდით რა ვისაუბროთ რაზეც გინდა, ამის გარდა. ახლა ეს დაახლოებით როგორ არის, ისეთ მოდითო თბილისში დავითვალოთ და რაიონები დავთვალოთ. ეს დაახლოებით ისე რომ ჯამში რომ მე მქონდეს რაღაც ბურთულების რაღაც n რაოდენობა, აქედან ამოვიყვათ ცალი დავითვალო, მე ისე ჩავყარო და ვინ მეტყვის რამდენი ბურთულა ჯამში. თუ ეს არ მოხდა გლობალურად, მთლიანად საქართველოში არ მოხდა სწორედაც რომ აი ამ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების პირველი ნაბიჯი დავითვალოთ რამდენი ამორჩეველია, დავითვალოთ რომელი ამორჩეველი სად არის. საერთოდ ჩვენ ვღებულობთ რას? ვღებულობთ იუსტიციის სამინისტროს ბოლო განკარგულებას თქვენ იცით, ანუ მოსახლეობის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით მიმაგრებას, ხელისუფლებას უნდა რომ ამავე დროს საჯარიმო სანქციები შემოიღოს, რას აკეთებს? აკეთებს იმას, რომ უნდა ხელოვნურად ეხლა აწიოს ამორჩეველთა რაოდენობა, აჩვენოს ის ციფრი, რომელზეც ხელისუფლება ყოველთვის გვაჭირებოდა, იცით რა, თბილისში 900.000 რამდენიღაც ამორჩეველია და ეს ციფრი დაატრიალოს და მე ვთქოს რა გინდა, რაგერ თბილისში ამდენი ამორჩეველი ყოფილა, ესე იგი სხვაგანაც მართალი ვართ. ამაზე მოდით რა პატარა ბავშვს ვერ მოატყუებ ეგ ისეთი უბრალო ხრეგია. თემურ, ოიცი ჩვენ ამდენი წელი, ყოველ შემთხვევაში მინდა ბაყურებელს უთხრათ, რომ 25 წელზე ნაკლები არა, რაც მე და თემური ვიცნობთ ერთმანეთს. მათა საოცარი ადამიანი გახლავთ და საოცარი ოჯახია. უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ადამიანია და რაც თავია ძალიან დიდი ქართველია, გრანდიოზული გამოგონებები აქვს და ბევრჯერაც მისაუბრია და ბევრჯერაც მithქვია, ნუ თუ ვერ შევძლებთ რომ რეალური ციფრი, მე მახსოვს ჩვენ ჯერ კიდევ შაშანცი თუ უფრო იმისი საუბრობდი რაღაც კომპიუტერულ რაღაც მექანიზმზე რომ დავითვალოთ ბოლო-ბოლო რამდენია. ეს ინიციატივა ხო ჯამში ფორუმიდან მოდის, აი ეს ბიომეტრია ტექნიკური საკითხია. მე მახსოვს რომ დავთვალოთ რამდენი ვართ. მახსოვს იგივე გუბაზის ნათქვამი, იგივე შენი, იგივე აი მისი რა ქვია შარტავასი, იგივე რეზოსი რომ 1.5 მილიონი ჩვენი საზრითო ზე მართლა ესე არის. მართლა არ არის რამდენი რა. და აი ეგება მეთქი ახლა ამათმა მე მახსოვს იკუბლაშვილა შემოგტენა თქვენ რომ თქვენი შოვეთ ისა დონორებისგან ფულიო და ბიომეტრია თქვენ ჩაატარეთ თბილისშიო. ნუ და დაწინვა. ეგება მეთქი ახლა აი ლეიბორისტებმაც თქვენს, წვანეებმაც თქვენს რომ გადასავალდებულო იყოს არჩევნებში მონაწილეობა. იგივე ეს ყოფილა ბელგიაში, ავსტრალიაშიც ეგ მექანიზმი მუშაობს თურმე. იქ რაღაცა შეიძლება პუნქტები ჩაისვას, რომ თუ კი დაუშვათ, ნუ 10 ლარი ჯარიმა, ავსტრალიაში $20 ყოფილა, იქ $2 50 ცენტი ამერიკული. თუ კი არ მიხვალ ისა რეგისტრაციაზე. აი რაღაც ესეთი მექანიზმი შევიმუშაოთ. თუ კი გამსვლელია ერთი კვირის ლუფტი მივცეთ, რომ აი გასვლამდე დარეგისტრირდეს რაღაცა. აი ეგება რაღაცა გავაკეთოთ. აზრი, იდეა თქვენი იყო ფორუმელების, რომ დავითვალოთ რამდენია. თქვენი ეს ციფრი მახსოვს 1.5 მილიონი ზედმეტი არისო ამორჩეველი. რას ფიქრობთ ამაზე? ეხლა უკვე ფაქტურად თქვენ ულტიმატუმი წაუყენეთ და თუ კი ხელახლა გაგზავნა შეხვედრა, რაღაცა ფასეული უნდა შესთავაზოთ. ეგება ეს შესთავაზოთ. ეს ჩემი იდეა მარტო გეუბნებით, წვანეების იდეაც ეს არის, ლეიბორისტების იდეაც და ბევრი ექსპერტიც ამას ამბობს, რომ ეს ბიომეტრიაც ხო ამისთვის გვინდოდაო, რომ დაგვეთვალა რამდენი ვარ. თქვენი იდეა თავიდან ეს იყო. რას ფიქრობთ ამაზე თემო? დიახ ბატონო, ისა ბატონო დავით, აქ უბრალოდ ერთი პრობლემა სავალდებულოც რომ გავხადოთ, ეს შეიძლება რომელიღაც ქვეყნებში ნამდვილად მუშაობს. პრინციპში კარგი იქნება რომ საქართველოს იყოს სახელმწიფო რომელშიც ყველაზე დიდი, ერთ-ერთი დიდი დანაშაული უნდა იყოს ყალბი დოკუმენტის არსებობა. არის ხო, ფაქტები გვაქვს, ბევრი ფაქტია. და დაბეჭდავს იმ პასპორტებს კიდე და ის სავალდებულო რეგისტრაცია, როდესაც ხელისუფლების ხელშია, მაგის გაკეთება მის პრობლემა არ იქნება. აქ არის ღია თავი, რაღაცა მოვიფიქროთ. ყველაზე კარგი, ყველაზე მარტივი მექანიზმი არის აი ამ მეთოდით დავითვალოთ. 80 მილიონი ჯდება თურმე და თან თქვენ გეუბნება თქვენი შევეთ ეს ფული. არა, არ ჯდება 80 მილიონი. ჩვენ ბატონო დავით, მართალია კარგი მაგალითი მოვიტანოთ იმ ქვეყნებისა, სადაც ნორმალური ის არის და არ არის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ამიტომ შეგეკითხებ ერთ წამს რა. აი თუ კი სავალდებულო იქნება რა. თვითონ წარმომადგენელი ოპოზიციას მაინც გეყოლებათ უბანს. 3700 უბანია ხო?
რეგისტრაცია მოახდინეთ თქვენ. ყოველდღიურად ხალხი მოდის, რეგისტრირდება, ხო? კომპიუტერული კავშირებიც არსებობს, ახლა ინტერნეტი გვაქვს, მობილურიც გვაქვს, ხო? რაღაცას ბაზა შექმნით ცენტრალური დათვლით რა, ახლა ალიკო შალამბერიზე, თუ კი ხულოში გატარდება და ალიკო შალამბერიზე გდანში ის ცენტრალური თქვენი რაღაცა დამთვლელი კომპიუტერული ცენტრი არ იქნება ალიკო შალამბერიზე. ერთგან იქნება თემურ მაისურაძე, მეორეგან იქნება თემური მაისურაძე, მესამეგან იქნება თეიმურაზ მაისურაძე და ყველგან იქნება თავისი პასპორტი. ამ ქვეყანაში სადაც ესეთი რამეები კეთდება, სავალდებულო კი ბატონო გააგებდა 3 მაისურაძე იქნება, სულ ცოტა. მე გეტყვით 6-ით შეიძლება იყოს. აი ამ კონფიგურაციაში. ბატონო დავით. არა, წამოსვლა. ესე იგი უარსაბობს. არჩევნების საბჭოს ჩატარება. ესე იგი თქვენ კარგად ახსენეთ, რომ თავიდან ნაციონალური მოძრაობა ამბობდა ძირეულ ცვლილებებზე. ბიომეტრიაც არის თქვენ რაც ბრძანეთ, ნაწილია რომ ეს კომპიუტერული დაკავშირება. ბიომეტრია პანაცეა რა, მაგის გაყალბებად შეიძლება. ჩვენ ვართ არაორდინარ სიტუაციაში. არაორდინარ სიტუაციაში და აქ არის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უმნიშვნელოვანესი საკითხი. და ეს ამის განხორციელება დღევდღეობით საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ ბიომეტრიით თქვა დაფიქსირებით სიების გაკეთებაზე ვილაპარაკოთ ჯერ მხოლოდ. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს პროცესი არის გასაკეთებელი და თუ ნაციონალურ მოძრაობას ვთქვათ დემოკრატები არიან, რასაც სიტყვით ამბობენ, პიარით ამბობენ, გააკეთონ, მოვიდეთ, დაждდენ და გაკეთეს ეს საკითხი. არ არის არანაირი პრობლემა. მინდა გითხრათ ისიც რომ ზუსტად ამიტომ თუ რამდენია საქართველოს, მე თქვენ გეტყვით 2004 წლის მარტში არჩევნები რო იყო, მაშინ გაკეთდა რომ ვინც მივიდოდა წინასწარ და გატარდა რეგისტრაციაში და სხვათა შორის ძალიან სერიოზული და რამდენი იყო მაშინ 360,000 კაცი გატარდა რეგისტრაციაში და დაიშოკა სააკაშვილი და შეიკლა ჭიაშვილი ეს რა. ესე იგი უამრავი მეთოდი ბრძანდებით, სწორი ბრძანდებით, უამრავი ის არის, ოღონდ ამ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ჩაციკლა ამ იმაზე, რომ მან როგორადაც არ უნდა იყოს შეინარჩუნოს ხელისუფლება. სისტემაზე ვისაუბროთ, მარტო ბიომეტრია არ არის, სისტემა არის მაგალითად, სისტემასთან დაკავშირებით. 75 არის მაჟორიტარული, 75 არის პროპორციული. რა შემოიტანა ამდენი იმის შემდგომ საუბრის შემდეგ 83 მაჟორიტარული და 67 პროპორციული. მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. ჩვენი შეთავაზება რეგიონალური პროპორციული, რათა 50 ადგილი ერგოს ამ ადამიანებს, 100 ადგილი ერგოს პროპორციული. რომ თავარი მომენტი რა არის მაყურებელმა რო გაიგოს. ამოცანა არის ჩვენი რა, რომ საარჩევნო სისტემი მიცემული ხმები რაოდენობრივად ზუსტად აისახოს პარლამენტში ადგილების რაოდენობა. ერთ წამით რა, მე ძალიან კარგად მახსოვს 95 წელი. მაშინ ეს მოკავშირი ახალი მადა ისე გაგვიძებული და ატეხეს ეს მაჟორიტარობა რა და ბულიშივდებოდა. ეს მაჟორიტარები წესით უნდა იჯდეს სენატში, ორპალატიანი პარლამენტი ზედა პალატაში უნდა იჯდეს. რადგან ზედა პალატა ჯერ არ გვერდისა. მოდით რა გადავდოთ ეს და სამუტად რაღაცა უკენით ამ ხალხს მაჟორიტარები გადავაშკაფოთ ერთი არჩევნების შემდგომ. ახალი პარლამენტი თუ ორპალატიანად აქცევს პარლამენტს და საპარლამენტო რესპუბლიკა ამას გულისხმობს, მერე გამოვჩეკოთ ეს ბატონო, ოღონდ ნაციონალების დონე არის დაბალი, ისინი არიან თაღლითები. ამოცანაა რომ დღეს ეს გადავიტანოთ ესე, თორე რასაც თქვენ ბრძანეთ ორპალატიანიც იქნება ამ ქვეყანაში პარლამენტი და ნორმალურად წავა ყველაფერი ის პროცესები, რასაც ქვია არჩევნები. მე ჯერეთი მახარებს თემურ და ალეკო რომ 8 პარტიის მონოლითობა გამოჩნდა, გამიკვირდა რომ ყველა მოგიწერათ ხელი. არ დაგიმალოთ შიშები იყო, მე ვიცი ახლა რომ გარკვეული დღეები ელოდებით და შოკი იყო ის მათი განცხადება და იქიდან მოყოლებული უკვე მოდით გლეხურად ვიტყვი, აი ნაცმოძრაობას უნდა ამ რუერის გაბანძება რა. და ძალიან კაი მუშტიც მიიღეს დღეს. მერე რასაპირებ თემურ და ალეკო, აი მერე. ეს განცხადება კარგია, მერე ძალიან მარტივია. ცალკეულ ელემენტებზე შეთანხმება შეიძლება მიუგდოთო რა. ეგრე გამოუვიდა. ჩოქვით მოვა ეგ თქვენთან რა. ჩოქვით მოვა ტელევიზიაში გამიშვია რა. დადგება ეგ მომენტი. ვინც არაფერს არ თმობს, ის კარგად ყველაფერს. და პლუს კიდე ბატონო დავით, თქვენ ბრძანეთ ულტიმატუმი. არ არის ულტიმატუმი ის, რომ ქვეყანაში სამართლიანი თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. და აისახოს ზუსტად არ გვაქვს ბოლო ამიტომ საფუძველი ულტიმატუმად მოიგებენ დღეს ეს გამოდიან ეს ძველი სიმღერაა თქვათ ერთი მინდა ვთქვა რომ ფირფიტა მაინც გადააბრუნონ რაღაც ახლებურად შეიტანოს სიცოცხლე ამ იმაში ძველ სიმღერას ამღერებენ როცა ყველაზე მეტად უჭირთ დღეს არის მათი გაჭირვება და ამიტომ ვფიქრობ არ არის ულტიმატუმი ის რომ სიები იყოს ნორმალური და ყველა ადამიანი იყოს აღრიცხული ამ ქვეყანაში ვინც არის ამორჩეველი ის რომ არჩევნებზე მისული ადამიანების ხმის მიცემა მათი ზუსტად აისახოს პროპორციულად პარლამენტში და
ამით ჩვენ მივახციოთ იმას, რომ ხელისუფლების შეცვლა შეგვეძლოს ნორმალური გზით. დემოკრატიის მთავარი ხიბლი არის, როდესაც